გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, მე მის სამყარო თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ ეთერში ჩვენი სტუმარი იქნება ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტი ვასილ პაპავა. მოგესალმებით ვასილ, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. გადევნებთ თვალს ესე იგი როგორც სოციალურ ქსელში ისე ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში მე მგონი ყველაზე მოთხოვნადი რესპონდენტი ხარ, გასაგებია ამ თემიდან გამომდინარე და მადლობა რომ ჩვენთვისაც ასე ვთქვათ გამონახე დრო, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესოა ეს პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში. დრო რო არ დავკარგოთ, იმიტომ რომ სასაუბრო ძალიან ბევრია, დავიწყოთ პირდაპირ თემით. პირველი შეკითხვა, რაც მექნება არის ზოგად სურათთან დაკავშირებით და რაც გულისხმობ ხა ძალიან ძნელია რასაც მე ვუყურებ ეს დღეები სოციალურ ქსელში, მედია საშუალებებში მოიპოვა ობიექტური ინფორმაცია რა ხდება, როგორ ვითარდება პროცესი. ეს ბუნებრივია ხა როცა ომია, ყველა მხარე ცდილობს საკუთარი საინფორმაციო ფრონტი კიდე ცალკე იხსნება ხოლმე და ყველა მხარე ცდილობს რომ თავის უპირატესობა წარმოაჩინოს და ისეთი სახის ინფორმაციები გაავრცელოს, მაგრამ აი თუ გადავხედავთ ხოლმე უცხოენოვანს და მე ვეცნობი უცხოენოვან მოხილვას არა მხოლოდ დასავლურს, არამედ აღმოსავლურსაც იქ სხვანაირი განსხვავებულ სურათს გვიხატავენ. საქართველოში რასაც ვხედავთ, აქ არის ესეთი აღქმა, რომ ირანის თავდაცვითი სისტემა არის მთლიანად მოშლილი, ისრაელი იმას აკეთებს, რასაც უნდა, მეორეს მხრივ ირანი ვერ ახორციელებს ეფექტურ შეტევებს, იმიტომ რომ ისრაელს აქვს მაღალი ხარისხის ტექნოლოგიები ანტისარაკეტო და საბოლოო ჯამში აი ესეთი აღქმა. რამდენად არის ეს სწორი აღქმა და რამდენად კარგად ჩანს დღევანდელ მედია სივრცეში ის რეალური სურათი, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება? მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს. ყველაზე აქტუალური თემა ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში რაც ხდება მსოფლიოში, თავისთავად არის ეს ვითარება ირან-ისრაელს შორის, ეს დაძაბული ვითარება, რომელიც პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა უკვე არავის არ ახსოვს. დაჩრდილა მოვლენა, გასაგებიც არის, იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთი ზოგადად თავისი არა მარტო გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, არამედ პირველ რიგში ენერგორესურსების მარაგებიდან გამომდინარე, თავისთავად დიდი ყურადღების ცენტრშია პირველ რიგში წამყვანი სახელმწიფოების მასმედიის დღის წესრიგში და შემდეგ უკვე თავისთავად დანარჩენი მსოფლიო, იმიტომ რომ მსოფლიოს ეკონომიკის 70% მიბული ახლო აღმოსავლეთში ენერგორესურსებით. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ეკონომიკის გენერატორი ახლო აღმოსავლეთი. ვის რა გავლენები იქნება, ვის ექნება წვდომა ადგილობრივ სახელმწიფოებში არსებულ რესურსებზე, თავისთავად ის იქნება დომინანტი სხვადასხვა მიმართულებით. საიდან დავიწყოთ ახლა თვითონ ალბათ ამ ისრაელის იმის კონფლიქტი, იმიტომ რომ ზოგს გონია რომ ეს დაპირისპირება სულ ახლახანს დაიწყო და ნუ თლადასე პირდაპირ დაჯახება ორ სახელმწიფოს შორის. ამას აქვს მაისტრალური ფესვების სინამდვილეში რა თქმა უნდა. თავისთავად თვითონ ირან-ისრაელის კონფლიქტი ახლა ისრაელის დაარსებიდან 1948 წელს ორ სახელმწიფოს შორის მსგავსი კონფლიქტი არასდროს არ ყოფილა პირდაპირ. პირიქით იმ დროს, როდესაც ირანში შახი იყო ხელისუფლებაში 79 წლამდე ორი სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობდნენ. დე ფაქტოდ ირანს აღიარებული ჰქონდა ისრაელი როგორც სახელმწიფო, ნუ თავისთავად ახლა დე იურე ვერ მივიდოდა, ნუ მთელი სპეციფიკიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მუსლიმანი სახელმწიფო და რომ არც ერთ მუსლიმურ სახელმწიფოს არ ჰქონდა იმ პერიოდში აღიარებული. დე ფაქტოდ ასე თურქეთს ჰქონდა მაშინ აღიარებული ისრაელი. შახის ირანი მჭიდროდ თანამშრომლობდა ისრაელთან სხვადასხვა სფეროში, როგორც ეკონომიკური, ასევე ტექნოლოგიური, სოფლის მეურნეობა და ყველაზე მთავარი იყო აქ თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, როგორც სპეცსამსახურების მოდერნიზების საკითხებში, ასევე სამხედრო ინდუსტრიის განვითარების საკითხში. ასევე ორივე სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სპეცოპერაციებში, ცივი ომის პერიოდში მოიხსენიებათ მსოფლიო ორ ბანაკად იყო დაყოფილი, კაპიტალისტური დასავლეთი და სოციალისტური აღმოსავლეთი. საბჭოთა კავშირიც ცდილობდა რეგიონში პროსაბჭოური რეჟიმები ან საბჭოთა კავშირისადმი უფრო ასე ლოიალურად განწყობილი რეჟიმების ხარდაჭერა, თავისთავად ისინი ატარებდნენ ანტიდასავლურ პოლიტიკას, იქნებოდა ეს გამალ აბდელ ნასერი ეგვიპტეში, ასევე ბაასისტური ერაყი 60-იან წლებში და 70-იანების დასაწყისში, ასევე სამხრეთ იემენი, რომელიც კომუნისტური გახდა 1960-იანების ბოლოს და ნუ ასე ორი ბანაკი ცდილობდა ერთმანეთის
ასე რომ ვთქვათ, გვერდში გაწევას და თავიანთი გავლენების გაფართოებას. ამ ვითარებაში ირანი და ისრაელი ერთ მხარეს იყვნენ, ერთ ბანაკში იყვნენ, ებრძოდნენ აი ამ ანტიდასავლურ რეჟიმებს და ვითარება რადიკალურად თავისთავად შეიცვალა 1979 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ სასულიერო პირები, გამომდინარე იქიდან, რომ შახის რეჟიმი ასოცირდებოდა დასავლეთთან და თვითონ შახის რეჟიმი ატარებდა ქვეყნის შიგნით სასულიერო პირების მიმართ რეპრესიულ კამპანიას, ასევე უკონტროლო ვესტერნიზაციას, ერთ-ერთი ირანელების ეს აღშფოთება და ეს დამოასეთ რადიკალური დამოკიდებულება შახის სეკულარული რეჟიმისადმი იყო ზუსტად ეს ვესტერნიზაციის მიუღებლობა იმ ფორმით რა აგრესიულად ხო ესეთი ფორმით რაც ირანელების ფსიქიკა ვერ ახდენდა ადაპტირებას ამ იმაში. მან მთელი რიგი შეცდომები დაუშვა ირანის ბოლო შახმა, ეს დაწყებული სოფლის მეურნეობით, ასევე განათლების სფეროში, კორუფციის არალაგმოა. ანუ ფაქტურად საკმაოდ მცირე ნაწილი ირანის მოსახლეობის ღებულობდა იმ ბენეფიტებს, რაც ახლა უმდიდრესი იყო ირანი ნავთობის მარაგებით. თუ 72 წელს ირანმა ნავთობისგან მიიღო 10 მილიარდი დოლარი ერთი წლის განმავლობაში, როდესაც ირან-ისრაელის უკაცრავად ისრაელ-არაბული ომი რომ მოხდა 73 წელს იომ ქიფურის ომი. არაბულმა ქვეყნებმა დაუწესეს ემბარგო, ნავთობის ემბარგო დასავლურ ქვეყნებს. ამ პირობებში შახის ირანმა გააგრძელა ნავთობის მიწოდება დასავლური ქვეყნებისთვის, ოღონდ ფასის მომატებას დაუჭირა მხარი. 4 ჯერ გაიზარდა ფასი. ანუ თუ 72-ს 10 მილიარდი მიიღო, 74-ში ირანმა მიიღო 40 მილიარდი. ეს წარმოიდგინეთ ახლა ის ფულია იმ პერიოდის მილიარდი, თანამედროვე ეკვივალენტით ალბათ 10 ჯერ მეტია. ხო, დაახლოებით ესეთ. ხო და აი ამ ასეთი შემოსავლების პირობებში შახმა ვერ მოახერხა შიგნით აი სოციალური საკითხების მოგვარება. მხოლოდ ვიწრო წრე შახის კართან დაახლოებული პირების ღებულობდნენ აი ამ მკეთილდღეობას, რაც ამ დითანხებთან იყო დაკავშირებული. თითქმის ყველა აქტიური სასულიერო პირი იქნა დაპატიმრებული შახის დროს. ამჟამინდელი ირანის უზენაესი ლიდერი შუჯერ იყო დაპატიმრებული შახის უშიშროების სამსახურის მიერ, სავაკის მიერ, ნაწამები იყო, ასევე მრავალი სხვა, ვინც შემორჩა ახლა ესენი ასაკოვანი არიან, მაგრამ ვინც პირველი ნაკადი მოვიდა მაშინ აიათოლა ხომეინის მეთაურობით, ყველა თითქმის დაპატიმრებული იყო თავისთავად. შახის ეს რეპრესიული პოლიტიკა, მისი შრობის სამსახური და მისი პოლიტიკა პირდაპირ ასოცირდებოდა დასავლეთთან და აქედან გამომდინარე მათი რეგიონული და საგარეო პოლიტიკა გახდა ანტიდასავლური. და რეგიონულ დონეზე თავისთავად ისრაელი მოიაზრებოდა როგორც პროდასავლური ესე ფორპოსტი. ხო და ზუსტად ამასთან უკავშირდებოდა ეს ცვლილება რადიკალური ამ ორ სახელმწიფოს შორის. იმ პერიოდში 80-იან წლებში ირანი ვერ ატარებდა აქტიურ ასე ვთქვათ ანტიისრაელულ პოლიტიკას. იმიტომ რომ ერახთან გაჩაღდა 8 წლიანი ომი. ხო, სადამ ჰუსეინმა შეეცადა ეს. მე სხვა შორის აი ამას თუ შევეხებით ირან-ერაყის ომს, მე რამდენადაც ვიცი და მინდა რომ დამიდასტურო თუ ესეა. მაშინაც არსებობდა მოლოდინი, რომ ირანი ვერ გაუძლებდა ჰუსეინის შეტევას და მაშინაც ერთგვარი დიდი სურპრიზი იყო საზოგადოებისთვის, სოფლიო საზოგადოებისთვის, რომ ირანის რეჟიმმა მაშინ მოახერხა მთელი ასე ვთქვათ, ერის დარაზმვა და 8 წლის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას საკმაოდ სასტიკ ომში, ხო? ხო, ფაქტიურად ერაყის ომი, ასე ვთქვათ, მაშველი რგოლი აღმოჩნდა იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის, რომელიც ძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებში აღმოჩნდა, იმიტომ რომ წინა ელიტა, ეს შახის ელიტა განადგურებული იქნა, ბევრი გაიქცა, ბევრი დააპატიმრეს, შახის გენერლები ფაქტიურად ყველა დახვრიტეს. დააპატიმრეს თავისთავად თავი მოჭრეს ამ ოფიცერთა корпуს და არმია თავისთავად დაიშალა ამ კუთხით და ასეთ ვითარებაში სადამ ჰუსეინი შეეცადა რომ ირანისთვის წაერთვია ის სადავო ტერიტორიები, რაც ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში სადავო იყო ერაყის მხრიდან უბრალოდ ხა ირანის სხვა საკითხებს დაევალებოდა. ზუსტად მაგრამ სადამ ჰუსეინმა ვერ გათვალა რომ თვითონ ეს ირანელების ფსიქოლოგია, თვითონ ხა ირანელის ეთნოსი არის მთელი კონგლომერატია სხვადასხვა
ერების, რომელიც იქ ცხოვრობ, იქ არის ეს სუნიტები არიან, ქურთები არიან, აზერბაიჯანელები არიან, ბელუჯები. სუნიტი მოსახლეობაც ყავს. კი, არაბი სუნიტები. და ეს ზუსტად სადამ ხუსეინი, სადაც ჯარი შეიჭრეს, ირანის პროვინცია ხუზესტანი, ამას ვძახდნენ არაბისტანი. იქ 2 მილიონზე მეტი არაბი ცხოვრობს, ახლა მეტია გაცილებით, იმ პერიოდში ასე იყო. სუნიტები. და გასაკვირს იყო, რომ ეს არაბული მოსახლეობა არ გადავიდა სადამ ხუსეინის მხარეს. და შეუერთდა ირანის ესე იგი ხო ანუ აქაც დაიმსხვრა ის მითი რასაც ისინი პროპაგანდის სახით აღწევდნენ ეს არაბული ქვეყნები რომ ირანელები ეს ქვეყნის შიგნით ეს სუნიტური ისლამს ჩაგრავენ და ირანელები ხო შიიტები არიან ხო და ეს იყო გასაკვირი და ვერ შეძლო ამ პროვინციის დაკავება იმიტომ რომ ხა 2 მილიონი სუნიტი შენ თუ მხარს გიჭერს ნუ იქ ვერც ერთი ირანულის ვერ შეძლებდა იმის დაბრუნება შემდეგ იმიტომ რომ არ უნდა ხარ შენ მაგრამ სრულიად საპირისპირო მოხდა არ გამოვიდათ მაშინ თავისთავად სხვადასხვა რეგიონებში ეს ეთნიკური ანკლავების წახალისება აჯანყება ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ, იმიტომ რომ გამაერთიანებელი იმ პერიოდში იყო ისლამი. ეხლა შემდეგ უკვე როცა უკვე დასრულდა ირან-ერაყის ომი, უკვე სხვა სიბრტყეში გადავიდა ეს დაპირისპირება ირანი ცოტა მოძლიერდა, ააწყო ეკონომიკა უფრო აღმოსავლელ ქვეყნებთან, დასავლეთის მხრიდან სანქციები იყო დაწესებული. და უკვე სხვადასხვა რეგიონში არსებული დაჯგუფებების და მოძრაობების მხარდაჭერით, ამ პროქსი ძალებით ირანმა დაიწყო ისრაელის წინააღმდეგ პროქსი ძალებს ისქმნის აი ამ პერიოდის შემდეგ, ხო, უკვე? ჯერ არა, იქ ცოტა ადრეც შექმნა 80-იანების დასაწყისში ირანის უშუალო ჩართულობით ლიბანში შეიქმნა ეს ჰეზბოლა, ცნობილი გასამხედროებული ორგანიზაცია, რომელიც მან ახლა იქ შიიტური მოსახლეობის ლიბანში არსებული შიიტური მოსახლეობის პოლიტიკური ფრთასთან ასოცირებული სამხედრო იმად ჩამოყალიბდა. ამიტომ იქ მანამდეც არსებობდა ამალი სხვადასხვა დაჯგუფებები პოლიტიკური სფეროში, მაგრამ აი ეს არასტაბილურობის ფონზე რაც კონფლიქტები მიმდინარეობდა მაშინ ახლომოსავლეთში, საჭირო გახდა ჩამოყალიბებული იყო ეს გასამხედროებული ფრთა, მით უმეტეს რომ ლიბანში 75 წლიდან 1990 წლამდე მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი. მრავალკონფესიური, მრავალეთნიკური და ბევრი სახელმწიფო იყო ჩართული. იქ დრუზები, მარონიტები, სომხები, შიიტები, სუნიტები, პალესტინელები, ხო, ყველა იქ იყო, საბჭოთა კავშირი, ისრაელი, ამერიკა, ბრიტანეთი, ყველა იქ იყო ერთი სიტყვით, ერთი პლაცდარმი გახდა ეს ლიბანი და ის უბრალოდ ასეთ ვითარებაში ირანმა შექმნა მანდ ჰეზბოლა. უკვე შემდეგ სიტუაცია შეიცვალა ეს უკვე ეს თანამედროვე პერიოდს დაუბრუნდეთ ირანმა დაამყარა კავშირები ასეთ ტერორისტულ ორგანიზაციასთან როგორც ხამასი სუნიტური არაბული სუნიტურია ხო ახლა სუნიტების ისტორიული დაპირისპირება ეს ბევრი ცნობილი იქნება ამაზე ახლა დროს არ დავხარჯათ, იმიტომ რომ ეს სულ სხვა საკითხია და ამ სიტუაციაში ეს ამის განხილვა არ არის საჭირო. აი ეს ხამასის მხარდაჭერა დაიწყო. ასევე იემენში ხოსიტების, რომელიც ზეიდიზმის მიმდევარი არიან, ზეიდიზმი შიისთან დაახლოებული რელიგიური ისლამური ეს არის მიმდინარეობა. ნუ თვითონ უფრო შიიზმია ვიდრე კი, ნუ უფრო შიიზმია, შიიზმისკენ იხება, ნუ იმიტომ თვითონ სუნიტები არ აღიარებენ მას სუნიზმის მიმდინარეობად. იგივე მოხდა თქვათ სირიაში, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ ალავიტები ცოტა რაღაც უცნაური რელიგიური ის არის სექტა, იმიტომ რომ იქ როგორც ისლამის ნაზავი, ასევე ქრისტიანობის, ასევე ან კლასიკური შიიტიზმი ესეც არ არის. არა, თან ჯერ კიდევ პრეისლამური და ქრისტიანობამდე არსებული რელიგიების და რაღაც რელიგიური წარმოდგენების ნაზავია, ხო, სინთეზია ერთმანეთს შერწყმული და აი ამ გავლენის გასაფართოებლად თვითონ ეს ირანის მაშინდელი ლიდერი აიათოლა ხომეინიმ სპეციალურ ფეთვით, განკარგულებით ალავიტები შიისთან გაათანაბრა. ანუ რელიგიურ სამართლებრივ სივრცეში აიყვანა იმ თავისი ფეთვით. ანუ მაგრამ განსხვავება ეს არის, რომ მან საკმაოდ ლიბერალური იყვნენ ალავიტები.
ანუ იქ ქალების მიმართ ხო იქ ახლა იქ ჩადრის ტარება და მსგავსი რაღაცა პირიქით აი ევროპაში ახლა პარიზში ან ლონდონში რომ მოხდე ქალებს რო ნახავ ხა ევროპელ ქალებს აი ისეთი იყო ზუსტად სირიაში მან და ასე და ირანში ესეთი არ იყო შახის დამხობის შემდეგ ანუ უფრო მკაცრი მიდგომებია და მოთხოვნებია ამ კუთხით აი ასეთ ვითარებებში ირანი ცდილობდა სხვადასხვა დაჯგუფებებზე მასთან დაახლოებულიან მისი ნაბიჯებიდან გამომდინარე რომ დაეახლოვებინა ინტერესის თანხმდრომა მომხდარი იყო გაეფართოვებინა თავის გავლენები სიტუაცია რადიკალურად იცვლება როდესაც დაამხეს თალიბების რეჟიმი 2001 წელს და სადამ ჰუსეინის 2003 წელს მაშინ ირანის გავლენები რეგიონში იყო მინიმუმი აი რაც კი შეიძლება მინიმუმი ის იყო იმიტომ რომ თალიბები უკიდურესად ანტიირანული და ანტიშიიტური იყო პირველ ხელისუფლებაზე ვიძახი სადამ ჰუსეინის რეჟიმი თავისთავად უკიდურესად ანტიირანული და ანტირელიგიური იყო როგორც თვითონ არა მარტო რეგიონულ დონეზე ქვეყნის შიგნითაც ძლიერ ახშობდა შიიტების ნებისმიერ ასე პოლიტიკურ გამოსვლებს არადა ქვეყნის მოსახლეობის 60% შიიტები შეადგენდნენ იქ ცალკე ქურთები იყვნენ და სუნიტური უმცირესობა მართავდა 20-25%. ერაყს ხო სადამ ჰუსეინი. ერაყში არიან შიიტები უმრავლესობა. ხო, ეს შეიცვალა, იმიტომ რომ თალიბები რო დაამხეს ირანმა იქ ავღანელ შიიტებთან, ხაზარელებთან გააბაკავშირები, მათი მხარდაჭერა დაიწყო. ასევე სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ შიიტები მოვიდნენ ხელისუფლებაში. თავისთავად იმ ფორმით არ ჩამოყალიბდა თეოკრატიულად. მაინც ახლა ამერიკასთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ გავლენები საკმაოდ დიდი აქვს ერაყელ შიიტებს თვითონ ქვეყანაში. თან შიიტებს არასდროს არ უმართიათ ერაყი. რაც დაარსა 1921 წელს. ანუ სულ სუნიტები მართავდა ჯერ მონარქია იყო, მერე სხვადასხვა დიქტატორული რეჟიმები და სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ ეს რევანში აიღეს და იმას მოყვა მერე ზუსტად ეს სისხლის ზღვა და ეს 1000 უბედურება ტერიტორია. მე არ მინდა აი თემას რო არ აუცდეთ რა არის როცა მიდის საუბარი აი და შენ სამასაუბრობ ხა ირანის რეჟიმი, ხო? და მათ შორის აი პირველ რიგში ეს კითხვა მინდა დაგისვა, რომ არის თუ არა დღევანდელი ოპერაციის მიზანი რეჟიმის შეცვლა ირანში. დეკლარირებულად მიზანი ეს არის ბირთვული პროგრამის განადგურება, მაგრამ უკვე ყველა ხმამაღლა საუბრობს და ალბათ არც ჩვენ ავწდებით კონტექსტს თუ ვიტყვით, რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი საბაბი ან ერთ-ერთი მიზეზი. ირანში რეჟიმის ცვლილება თუ არის აი ამ ოპერაციის მიზანი და ზოგადად რა არის ეს ირანის რეჟიმი? არის ეს ერთი ადამიანის ალი ხამენეის ირგვლივ შეკრებილი ერთობა როგორც უნდათ წარმოაჩინონ და აი ამ ადამიანში იხედავენ მხოლოდ პრობლემას თუ ეს არის რაიმე უფრო სხვა და რამდენად არის შესაძლებელი აი ასეთი ტიპის რეჟიმის სრულება გარე ინტერვენციით მხოლოდ გარე ფაქტორებს შეუძლიათ რომ დაამხონ ირანში ამდენი ხნის რეჟიმი ხო, ჩვენ წინა წლებშიც გვინახავს ირანში საპროტესტო აქციები, გამოსვლები, რომელიც ჩახშობილი იქნა ხელისუფლების მიერ, ხშირად ძალისმიერი მეთოდით. თვითონ ირანის რეჟიმის ამ გადავალთ, ახლა ეს თქვენ რო ახსენეთ, ანუ გარე ინტერვენციის იმეს, ხო, ჩარავით, ანუ საბაბი რა არის ეს ბირთვული პროგრამის განადგურება და ამას რომ მოყვება კიდე თუ რეჟიმის ცვლილება. მე ვფიქრობ რომ რეჟიმის ეს ცვლილება რაც გაცხადებული იქნა, ზუსტად რაც მოყვა ზუსტად აი ამ ბირთვული პროგრამის განადგურების იმეს, ხო? ჯერ ხო გაცხადა რომ ბირთვული პროგრამა უნდა გაუნადგუროთ, ანუ ირანს არ უნდა ქონდეს ბირთვული იარაღი და თვითონ ეს პროგრამაც, ანუ არ წარმოებდეს მუშაობას ამ ბირთვულ პროგრამაზე. და ამას მოყვა მე რეჟიმის ცვლილება. მე ვფიქრობ ეს უფრო გათვლილია შიდა ფაქტორი შიდა მოსახლეობაზე, რაც გამოიწვიონ რეჟიმის ესე იგი შესუსტება ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ იქ არის გარკვეული უკმაყოფილება არსებული ხელისუფლების მიმართ, თუმცა საკმაოდ დიდი ეჭვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენად დაეთანხმება ახლა ირანელი საგარეო ტანკები და იმით რაკეტების ფონზე შეცვალოს რეჟიმი. ირანელი შეიძლება არა, მაგრამ აქ არის ძალიან დიდი ქურთული მოსახლეობა, აქ არის აზერბაიჯანული მოსახლეობა, ხო, ძალიან დიდი განსაკუთრებით ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში. ხომ არ არის გათვლა ეგ, რომ სწორედ აი მათი აბუნტება უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ. ცელობები თავისთავად არის, თუმცა მხედველობაში მისაღებია ის, რომ არა გარანტია აქვს ირანს, რომ შეინარჩუნებს მართლა იქ სტაბილურობას. აუღრეთ ცელობები თავისთავად იყო ჯერ კიდევ ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ირანში ბრიტანული და საბჭოთა ჯარები შევიდა, ну ეს დაამხეს რეზა შახი
41 წელს სექტემბერში იმ საბაბით რომ ის თანამშრომლობდა გიტლერის გერმანიასთან ჩრდილოეთ ნაწილი საბჭოთა კავშირმა დაიკავა სამხრეთი ბრიტანეთმა. ჩრდილოეთ ნაწილში საბჭოთა კავშირმა შექმნა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა და ასევე მეხაბადის ქურთული რესპუბლიკა. როგორც კი 46 წელს საბჭოთა კავშირმა გაიყვანა ჯარები იქ რამოდენიმე კვირაში თვეებში მოხდა მათი რესტავრაცია ხო იზან ძველი რეჟიმის რესტავრაცია გავლენების და გაანადგურეს მსგავსი ავტონომიური წარმონაქმნები. თავისთავად ეს ერთ-ერთი ასე რომ გახდათ მაგალითი გახდა იმისთვის რომ სამომავლოდაც შეიძლება იგივე განეორდეს. მაგრამ უყურეთ ახლა დღეს რამდენად შესაძლებელია ეს ცელობები თავისთავად იქნება, მაგრამ ახლა თუ ეთნიკური მას მიუდგეთ, ახლა აიათოლა ალი ხამენი აზერბაიჯანელია თვითონ. ის გენშტაბის უფროსი, რომელიც მოკლეს პირველივე დღეებში 13 ივნის, გენერალი მოჰამედ ბაყერი, ისიც აზერბაიჯანელი იყო. საკვანძო პოზიციები უკავიათ ყველგან ადმინისტრაციაში, ბიზნესში, ყველგან. ახასეთ ვითარებაში ერთიანი ირანული ორგანიზმიდან გამოყოფა, რა გარანტიის მომცველი რა უნდა მიიღონ ირანს ისედაც მართავენ და არავინ არ ჩაგრას მათ. ანუ ის არ არის რაღაც ჩაგრული უმცირესობა, რომელიც შეიძლება მომენტს ელოდებოდეს, რომ აჯანყდეს და არა, სპარსელების და ირანული აზერბაიჯანელების მიერ შექმნილი აი ამ ორ იმაზე დგას თვითონ ირანი და ირანის რეჟიმზე როცა საუბრობთ, ანუ ჩემში გაკვირვებას იწვევს, ანუ რეჟიმი უნდა შეიცვალოს, ანუ ვიზია საუბარი. ახლა ალი ხამენი ხო, კარგი, ახლა კი აცხადებენ, რომ მისი ლიკვიდაციის ის გაიცა, ხო? ნუ დაუშვათ მსგავსი მოხდა, გააკეთეს. შემდეგ სხვა მეტი არავინ არ არის, ალი ხამენი აი ამაში ეხება ზუსტად ჩემი ამ კაცია პრობლემა მხოლოდ. ხო, ანუ ერთი კაცი მართავს და 95 მილიონი მას მეტი არაფერი არ. ვინ არის ეს ალი ხამენი? სასულიერო პირი, ხო? ანუ უზენაესი ლიდერი. უზენაესი ლიდერი თვითონ სისტემა რა არის? რაზე ეყრდნობა? ირანს მართავენ აიათოლები, სასულიერო პირები. ირანში 60,000 მეტი მეჩეთია, 100,000 მეტი მოლა არის. ამათ რას უპირებენ? როგორ გააჩუმებ შენ მუსლიმ სასულიერო პირს? აი როგორ გააჩუმებ? ნუ ამ შემთხვევაში გათქვა არის სწორედ ეგ, ალბათ თუ კი მოხდება ჩამოშლა, ირანის დამორჩილება კი არ არის აქ მიზანი, ირანის დაშლა არის მიზანი. მაშინ ეგრე გამოდის რომ ხო შეგინით სამოქალაქო ომის პროვოცირება. ნუ ეს ცელობები ექნებათ, იმიტომ რომ ასეთ ნაბიჯი რო გადადგეს ირანზე ასეთი სამხედრო ის ხო შეტევა. და თანაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატები აპირებენ ჩართვას. თავისთავად ყოველ რესურსებიც იქნება გამოყენებული შიგნიდანაც მოხდეს რეჟიმის ეს, იმიტომ რომ ორ ფრონტზე გაცილებით რთული იქნება, მაგრამ თვითონ რეჟიმის შეცვლა, ნუ რა რითი უნდა შეიცვალოს? აი, თქვათ რას უპირებენ ჯერ სასულიერო პირებს? მუსლიმურ სახელმწიფოში. დააპატიმრებენ, დახოცავენ, მეჩეთებში გამოკეტავენ. ან რატო გონიათ რომ ისინი დაждდებიან და მხოლოდ ლოცვა შეუდგებიან? რატო ფიქრობენ ახლა ამას? ეს არის უბრალოდ გასაკვირი. ან რატო გონიათ რომ ახლა რაღაც წინა პერიოდებში გამოსვლები რო იყო 100,000 რო გამოვიდა, მილიონობით მრევლი რო ყავთ, ისინი რას აპირებენ? თუ ყველაფერს კარგავენ თავიანთ ქვეყანაში, გავლენებს და ყველა პრივილეგიებს, ასეთ ვითარებაში რას მოიმოქმედებენ ეს სასულიერო პირები? აი 10 სასულიერო პირი მოკალი მუსლიმურ სახელმწიფოში. ეს ხო ჯიჰადის გამოცხადების ტოლფასია. ავღანეთში საბჭოთა კავშირი რო შეიჭრა, მანამდე იყო ჯიჰადი გამოცხადებული, იმიტომ რომ კომუნისტური ხელისუფლება, რომელმაც თხოვა საბჭოთა კავშირს დახმარებოდა. აზერბაიჯანის რაღაც ავღანეთის სახალხო დემოკრატიული პარტია 78 წლის აპრილში მოვიდა. წელიწად და 8 თვეში 7-ზე მეტი სასულიერო პირი დახვრიტეს. საკმაოდ საერო ხელისუფლება იყო მანამდე. მაგრამ ეს მუჰამედ დაუდის მთავრობა დაამხეს კომუნისტებმა და შეუდგეს ათეისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბება მუსლიმურ სახელმწიფოში. აი ეს არის პარადოქსი. ახლობთ იგივე მიზანი შეიძლება. საბჭოთა კავშირის ოფიცრები, კგბ-ს ოფიცრები ურჩევდნენ ხელისუფლებას, კომუნისტურ ხელისუფლებას, რომ არ ღირს სასულიერო პირების მიმართ ასეთი პოლიტიკის გატარება, იმიტომ რომ ცუდად დამთავრდება და გუშინ ის ავღანელი, რომელიც შეიძლება მეჩეთში თვეში ერთხელ დადიოდა საოცრად, ან საერთოდ დადიოდა. უკვე ასეთ ვითარებაში გაერთიანდა ზუსტად აი ამ მოლების მოწოდების ირგვლივ, იმიტომ რომ
იმ ხელისუფლების პოლიტიკა და შემდეგ შემოპატიჟებული ჯარების ეს სიტუაცია, ანუ გარე ინტერვენცია, ის აღიქვა ოკუპაცია და ამ ოკუპაციას დაუპირისპირდნენ სასულიერო პირები. რომლებსაც შიდა პრობლემები რომ მე ოპოზიციაში ვარ, პოზიციაში ვარ, ეს უკვე გადადის მეორე და მესამე პლანზე. ეს არ არის მეორე ხარისხოვანი ხდება უკვე ასეთ ვითარებაში, კორუფცია და სხვა რაღაცეები, იმიტომ რომ შენი ყოფნა არ ყოფნის საკითხია და შენი სახლის დაცვის საკითხია და ხა საბჭოთა კავშირი რომ უცხო ძალა იყო ავღანელისთვის გასაგებია და ერთადერთი გამაერთიანებელი ახლა ამ იდეოლოგია ამ კუთხით ვინც ამეთ ეს ისე ავიჩემ ეს ხო ისე ახსენებ ამ აზერბაიჯანს რამე არ მოხდეს აქეთაც მაგრამ ხო ეს ავღანელი სასულიერო პირების ჩაუდგა მას სათავეში იგივე ირანში არაფერს არ შეძლოს საერთოდ ამ სასულიერო პირების პირიქით შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი კონსოლიდაცია. პირიქით კი ეს ავტომატურად გამოიწვიოს, იმიტომ რომ უკვე ყველა გზა ჩახსნილი. მაშინ რა უნდა იყოს ესკალაციის შემდეგი ეტაპი? ახლა გასაგებია რომ მიმდინარეობს ეს რაკეტების გაცვლა, გამოცვლა, მაგრამ ეს არ არის ალბათ აი ესკალაციის ის ხარისხი, რაც პიკს წარმოადგენს და საუბრობს უკვე საერთაშორისო საზოგადოება, რომ კიდევ უფრო მეტი ხარისხის ესკალაცია არისო მოსალოდნელი. შეიძლება ეს იყოს სახმელეთო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ და პირდაპირ ამას ალბათ უკვე დაჭირდება სხვა ქვეყნების მათ შორის შეერთებული შტატების ჩართვაც ხო საქმეში. პირველივე დღიდან გამოჩნდა სრული უპირატესობა ისრაელის სამხედრო და სადაზვერვო სფეროში. აქ მოულოდნელობის ეფექტიც იყო. თან ჩანდა რომ მსგავსი ტიპის ოპერაცია გუშინ არ დაწყებულა 13 ივნის არ დაწყებულა. ეს გაცილებით ადრე იყო ჩაფიქრებული და ასე იგი რა გამოდის ყველაფერი რიტორიკა ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ ეს მოლაპარაკებები თურმე იყო თვალის ასახვევად ხო? ფარსი იყო. და ეს იყო ჩაფიქრებული და ხა ამერიკის შეერთებული შტატები აუცილებლად ჩაერთვება, იმიტომ რომ ისრაელი სამხედრო მანქანა არის ასე რომ ვთქვათ უკონკურენტო მოკლევადიან ომებში. ნებისმიერს გაანადგურებს ახლო აღმოსავლეთში. რადარა კოალიციური სახელმწიფოებიც არ იყვნენ ეგ. დღევანდელი მდგომარეობა. მაგრამ გრძელვადიანს ვერ გაძლებს. რესურსია აქ პრობლემა? არა, რესურსი არა, დაეტყობა ისრაელი პატარაა. თუ 100 ბალისტიკურ რაკეტა გადაიჭირა, ის 2 დაეტყობა. დღეში რო გაისვოლოს და ახლა კეთს ეტყობა, ხა ირანი დიდია. ირანის სრულად მოშლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ისედაც ეხლა ისრაელში სწორად მახსოვს დაახლოებით 10 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს ხო და ეხლა 10 მილიონიანი ქვეყნის მიერ სრულად მოახდინოს 90 მილიონიანი ქვეყნის ოკუპაცია მაინც რესურსის არ იყოფა ყველა ვარიანტი დაჭირდება ახლა დაუბრუნდეთ იმას სახმელეთო ოპერაციას ну, ახლა ასე თვით პროლობის იმას თუ ჩაიდენს ამერიკის შეერთებული შტატები, ვინ უნდა შევიდეს, საიდან უნდა შევიდეს? საიდან უნდა გადასხეს? ერაყი არ გაატარებს, ერაყში შიიტები არიან. სირია მაშინ ერაყი უნდა გაიაროს. თურქეთი არ მისცემს ამისებას. ახლა აზერბაიჯანიდან საიდან უნდა გადმოსხან? იქით ცენტრალურ აზიაზე, ავღანეთიდან საიდან უნდა შემოვიდნენ? საზღვაო ოპერაციები პაკისტანი არ გაატარებს და რჩება, ახლა ქუვეითიც არ გაატარებს და ახლა არც საუდის არაბეთი გაატარებს და მაგას რატო ამბობთ ესე დარწმუნებით რომ მაგალითად ერაყი ესენი ხო ტრადიციულად არიან შეერთებული შტატების მოკავშირეები. მან შიიტების მოსახლეობა უმრავლესობა და ირანი უკვე მთელი ძალით ამოქმედებს იქ არსებულ გასახლებებს. ანუ მათაც უნდა გაუწიონ ანგარიში ირანს. ხო, არ მისცემენ იმის საშუალებას რომ ირანის წინააღმდეგ ახლა ერაყი და მოხდეს. ანუ ირანი ამ კარცაც ამოქმედებს ახლა და თვითონ ირანისთვის ახლა ეს იქნება ასე გადარჩენის მეორე სუნთქვა ახლა გარე ინტერვენცია იმიტომ რომ ყველას დაავიწყება კორუფცია რეჟიმის რაღაც ისასტიკე ხალხთა მიმართ ესეთი რაღაც რადიკალური დამოკიდებულებები ჩადრის ტარება არ ტარება იქნება იგი მოკლეკაბიანი თუ გრძელკაბიანი არავის არ გაახსენდება ეს იქ უკვე აიათოლებს მიეცემათ სრული კარტბანში უკვე ჯიჰადის სახტომი გამოცხადონ და აქ უკვე ჩაერთვებიან სხვა ქვეყნის ესე იგი შიიტებიც მოხალისეები იმიტომ სხვა გზა არ ექნებათ აი ეს მინდოდა მეკითხა რა როლი აქვს აი ამ პროცესში ზუსტად აი პროქსი ძალებს ირანის პროქსი ძალებს შიიტურ ფარს რასაც ეძახიან რომლებიც რამდენიმე თუ სწორად მახსოვს 4 ქვეყანაში კიდევ უფრო განსაკუთრებით მძლავრად არიან წარმოდგენილი ლიბანში, სირიაში, ერაყში, იემენში და ისინი ჯერჯერობით ესე აქტიურად ავანსცენაზე არ ჩანან. გულისხმობ აი ჰეზბოლას და სხვა მსგავსი ტიპის რომლებიც ძალიან ბევრია, ხო ალბათ რამდენიმე ათეული ასეთი ორგანიზაცია არის, რომელიც კონტროლდება სწორედ ირანისგან. ჩვენ ნახეთ ბოლო პერიოდში
ისრაელის აქტივობები ამ მიმართულებითაც. პირველ რიგში ის რომ სირია ჩამოიშალა ფაქტიურად ის აღარ არის ირანის მოკავშირე ძალა კრიტიკულად დაასუსტეს როგორც თვითონ აცხადებენ ჰეზბოლა ჰამასის თითქმის განადგურებულია სხვა აი დანარჩენი ამ პროქსი ძალებიდან არიან ისინი ბრძოლის უნარიანები არიან ორგანიზებულები თუ აი რატომ არ ჩანან ავანსცენაზე დღეს თუ ეს არის შემონახული კარტი რომელიც შეიძლება მერე გაათამაშოს ირანი არა სირიაში დამთავრებულია ირანის გავლენები ძირფესვიანად არის განადგურებული ეს პროირანულად განწყობილი ძალები ალავიტების მიმართ ხა ჩვენ აგერ რამოდენიმე თვის ვიხილეთ როგორ უმოწყალოდ გაუსწორდნენ რაღაც აჯანყების ბრძოლების საბაბით ლიბანში ახლა ლიბანური ჰეზბოლა ძლიერ არის დაასუსტებული მთელი ფაქტიურად სამხედრო ეს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხასალ ნასრალას მეთაურობით ლიკვიდირებული იქნა ასევე პეიჯერების ის დავამატოთ რამდენი ასეულობით მებრძოლი გამოეთიშა აი იმას სპეცოპერაციის შედეგად ეს მიღებულ ზიანს ჰამასის იგივე ფაქტიურად თითქმის განადგურებულია მას დიდი ძალა არ შეწევს ნუ რაღაც ეპიზოდური რაღაცები შეიძლება გაფართხალების კონდეთ საშუალება მაგრამ ტერაქტი მოაწყო ხო ერთი არის ხოსიტები ეს რაღაც მოურჯულებელი ეს ტომები აი მგონი ისეთი საერთოდ ამ ეთნოსის ის დანიშნულება ის არის მამის ტომების დანიშნულება რომ სულ უნდა იომონ თუმ შვიდად არაზუსტ არ უცხორიათ მაგათ რაც ახლა იემენზე მოიპოვება ინფორმაციები წყაროები დღე არ ყოფილა მშვიდობა მათთან ნუ ეს დანიშნულებაა მაგათ ეს იომ საუდის არაბეთსაც ებრძოდნენ ხო კი საუდის არაბები მთელი არაბულ კოალიციასაც და ბევრ ეგვიპტესაც ცივი ომის პერიოდში და შეესწრება ირანი აი ამ კარტების მაქსიმალურად გამოყენებას არ ამგონი ახლა იმან ისეთი ძლიერი გავლენა იქონიოს ჩამოშალოს ფრონტი და ვერ გაუძლოს ისრაელმა არა ახლა ისრაელს მაგდენი რესურსი აქვს რომ ახლა გაუმკლავდეს და მოიგერიოს აი ამათი ჰეზბოლას და ხუსიტების ის მაგრამ საკმაოდ დიდი დისკომფორტი შექმნა შეუძლიათ ირანის მიმართ ახლა ნუ რა შეუძლიათ ახლა გააგრძელებენ დაბომბებს ამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის და შეესწებიან მაქსიმალურად სამხედრო ბაზების ანის წერტილები რომელიც მოიაზრება თქვა და ვირტუალ პროგრამაზე მომუშავე ცენტრებად ლაბორატორიებად და მათი განადგურება და ქვეყნის შიგნით თავისთავად შეესწებიან სხვადასხვა დაჯგუფებების წახალისებას ეს იქნება ქურთები თქვენ როგორც ახსენეთ მან წინა წლებში მრავალი წლის განმავლობაში მოქმედებდა ეხლაც გააქტიურდა სხვადასხვა შორის ქურთული გასამხედროებული ორგანიზაცია ბჟაკ რომელიც ირანის მიერ ტერორისტული ორგანიზაციაა აღიარებული თავისთავად გარე ძალებიდან ფინანსდება იმიტომ რომ ახლა 10 ხილზე შენ იარაღს ვერ შეიძენ ახლა და ეკიპირებას ვერ შეიძენ ეს პრობლემატურია ირანულ აზერბაიჯანში ჯერ მსგავსი რამ არ შეინიშნება უბრალოდ თავისთავად აკურდებიან მოვლენებს რა გავლენა იქნება ჩამოშლა ამ რეჟიმის მე უკვე ვახსენე რომ საკმაოდ თულია მუსლიმურ სახელმწიფოში სასულიერო პირებს ახლა ისე ვერ მოეპყრობი როგორც ჩვეულებრივ პოლიტიკოს იმიტომ რომ მთელი ინსტიტუცია ისლამზეა უკვე აქ საუბარი რეჟიმის დემონტაჟი რა საუბარი ამ რეჟიმის შეიძლება მხოლოდ ტრანსფორმაცია თქვა უფრო აი არ შეგვასო რომ ცოტა სხვანაირად უყურებენ დასავლეთში მაგ ყველაფერს რაზეც ახლა ჩვენ გვაქვს საუბარი და გულისხმობ რას მე დღეს მოვისმინე მაგალითად გერმანიის კანცლერის ბატონი მერცის განცხადება რომელიც აი ჩვეულებრივ დროს შემიაზრეთ შეფასდებოდა ანტიირანულ, ანტიისლამურ განცხადებად, რაც მან თქვა, რომ და ის პირდაპირ უწოდებს, რომ ეს მოლების რეჟიმი ყველას ხელში ამოუვიდა, ისრაელი ყველას გასაკეთებელ ბინძურ საქმეს აკეთებს ეხლაო და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ბუნებრივია ამ ოპერაციაში. ისრაელს გერმანიისგან ეს არ არის სიახლე იქიდან გამომდინარე, რომ აი ჰოლოკოსტის შემდეგ გერმანია რაღაც ერთგვარ კომპლექსი აქვს თუ რა დავარქვა ეს, რომ თავს უფრო ვალდებულად გრძნობს, რომ ისრაელის პოლიტიკას უჭიროს მხარი წაახალისოს ყველაფერში და მათი მხრიდან აი ეს პრო-ისრაელური განცხადება არ არის ახალი, მაგრამ აი თავისთავად ის რომ გერმანიის კანცლერი მოლების რეჟიმი აი ასეთი ერთგვარი შეურაცხმყოფელ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს ეს არ არის ჩემი აზრით მხოლოდ ირანის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება რაღაც ისეთი ელფერი აქვს და დარწმუნებული ვარ რომ ბევრგან ასეც აღიქვავდნენ რომ ეს არის ზოგადად ისლამის წინააღმდეგ მიმართული კამპანია აი თუ გჭირდება ეს შეტაბეჭდილება რომ დასავლეთში ესეთი განწყობები არის ახლა დასავლეთში თვითონ ამ რელიგიის მიმართ დამოკიდებულება, ცოტა ისეთია ახლა ჩვენ ხედავთ იქ ფაქტიურად თექრისტიზებულია ისლამი და ქრისტეს აღარ აინტერესებს. ხო, მაგათ ახლა აი მათი გადმოსახედიდან
ახლა ეს ადგილობრივი მოსახლეობის ეს ეთნოფსიქიკა, ეს რელიგიის მიმართ დამოკიდებულება მხედველობაში არ მიაქვთ. ან იციან და უბრალოდ მიდიან ამ იმაზე ესკალაციაზე. უპირისპირდებიან მაგას. ხო, მაინც მიდიან ამ ესკალაციაზე, იმიტომ რომ ავღანეთში ახლა უყურეთ როდესაც მეფე მოხამედ ზაჰირ-შაჰი მართავდა 1933-დან 73 წლამდე, მერე დაამხო ბიძაშვილმა მოხამედ დაუდმა რესპუბლიკა გამოაცხადა 78 წლამდე, ანუ 5 წელი იყო კიდევ მაგ. საკმაოდ საერო ხელისუფლება იყო რეჟიმი. სეკულარული. ახლა რაღაცა სასულიერო პირების იმას ითვალისწინებდა განსაკუთრებით მეფე, მაგრამ აი კაცრი შარიათის ნორმებზე დამყარება, ქალების რაღაცა იძულება ჩადრის, უბრალოდ აკრძალო არ იყო, შეგეძლო შენ ჩადრი გეულო, მაგრამ თვარიულიდი არც არ უნდა. ხო, არავინ არ რელიგიური პოლიცია და მსგავსი რაღაცები არ იყო ზაჰირ-შაჰის დროს. გადახედონ სურათები, სტუდენტი გოგონები ჩვეულებრივად მოკლე კაბებით ავღანეთში. დიდ ქალაქებში განსაკუთრებით რა სოფლები უფრო კონსერვატიულია ხა. ყოველთვის ეგრე. არა მარტო იქ, ყველგან თუნდაც დასავლეთში სოფლებში რო შეხვალ დიდ ქალაქებისგან ცხოვრებას თვალშისაცემია ცხოვრება. ახლა მუსლიმურ სახელმწიფოებში მით უმეტეს ახლა იქ ტომები და სხვანაირი საქმე, ფსიქოლოგია. მერე როდესაც ის ფაქტად მოგიყვანეთ, რამდენი სასულიერო პირი დახოცეს. უკვე ის ავღანელი, რომელიც თვეში ერთხელ დადიოდა მეჩეთში, უცებ გახდა მორწმუნე. ეს იყო რეაქცია ეს. რეაქცია იყო, იმიტომ რომ იგივე იყო ირანში, შაჰის დროს. ჩვენ გვინახავს სოციალურ ქსელში რევოლუციამდელი ირანის ფოტოები და ისედებენ ხოლმე რომ აი გაგიკვირდება და მართლა გასაოცარია ხანდახან რო უყურებთ. რა ვიცი, აი ვერ გაარჩევ ევროპული ქალაქებია გადაღებული თუ ირანული ქალაქები, რო უყურებთ იქ თავისუფლად ჩასმულ გოგონებს, ქალბატონებს, რაღაც დღეს ეს ძალიან უცხოა, ხო ირანის? თვითონ ირანის შაჰის პერიოდს მე მრავალი წელია ვიკვლევ და თვითონ ირანსაც და შემდეგ რეგიონს. და ახლა შემიძლია ხაზგასმითაც თქვა, რომ ეს ირანის ბოლო შაჰი მოხამედ რეზა ფეხლევი იყო ყველაზე კარგი შაჰი ირანის ისტორიაში, რასაც შეიძლება მართლზე ითქვას კარგი. ну თავისი ნაკლოვანები ყოველას გაღმერთება კი აქვს, მაგრამ რაც კი შეიძლებოდა თან ახლო აღმოსავლური სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორი რეჟიმებია და ისე ყველაზე კარგი მართული იყო, მაგრამ დასავლეთში მიღებულმა განათლებამ თავისი ის ალბათ დატოვა მასზე და იმის გადმოტანა შეეცადა ირანის რეალობაში. თუ რეალობა სხვა იყო, ადგილობრივ სპეციფიკას გათვალისწინებაც იყო საჭირო. ანუ არ გამოდიოდა ხა მისი აი ატათურქს ხო გამოვიდა ეგ თურქეთში. თურქეთის სხვა ის იყო სასულიერო პირების ასე როგორც აიათოლები, ასე ინსტიტუტი თურქეთში არ იყო. იქ არ იყო. იქ იყო თვითონ სულთანი იყო, ხალიფა, ანუ მუსლიმების სულიერი ლიდერი, ყველა მუსლიმების. ხო, ეს ამას დაარტყა იმან ათათურქმა ჯერ სასულთნო გააუქმა და მერე უკვე ხალიფატი გააუქმა. ირანში ეს 19 საუკუნეში თავი წამოყოს აიათოლებმა და ებრძოდნენ ამ დასავლური კორპორაციების და იმას კომპანიების მცდელობას ირანი კოლონიად ექციათ. ბრიტანეთის ნახევარ კოლონია იყო. კი ბატონო, ხო, ირანი ყაჯართა დინასტიის პერიოდში. ხო და ერთ-ერთი მკვლევარს აქვს ასეთი ნათქვამი და ყველაზე კარგად ხსნის შაჰის ფსიქოლოგიას და თელ მართლობას 37 წლიანზე. ესე იგი, შაჰი მეტისმეტად ვესტერნიზებული იყო ახლო აღმოსავლური ქვეყნისთვის. აი, ყველაფერი, იმიტომ რომ მის მართლობას რო გადახედავ, დაწყებული კურთხევით, ტახტზე კურთხევით 1967 წელს დაწყებული ირანის მონარქიული სახელმწიფოებრივი 2500 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებით 71 წელს 1975 წელს ფეხლევის დინასტიის 50 წლის თავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, ასევე ყველა სიმბოლოები, განცხადებები პრეისლამურ ირანთან იყო დაკავშირებული. სიმბოლოები. შაჰის უშიშროების სამსახურის ლოგო სავაქის იყო ფარავახარი. ეს პრეისლამური მაზდიანური რელიგიის სიმბოლო, ცეცხლის სიმბოლო ის იყო, ღმერთი. ისლამური არაფერი არ იყო იქ თითქმის და სასულიერო პირები ჩამოაშორა განათლების სფეროს. ახლა მე არ ვიძახი კარგია თუ ცუდია, მე ვიძახი იმას, რამ გამოიწვია მაგან, თორე ახლა ანუ მაგალითი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აი რომც მოხდეს ირანში რეჟიმის დემონტაჟი და მოხდეს ვესტერნიზაცია ირანის პირობითად, რაც აქვს, აი 100-იან 0 შეასრულონ ეგ ამოცანა
მაინც ვერ იქნება ახლო აღმოსავლეთის სპეციფიკიდან გამომდინარე ესეთი რეჟიმი ირანში სტაბილური რეჟიმი. და ადრე თუ გვიან ეს მაინც გამოიწვევს იქ დესტაბილიზაციას, იმიტომ რომ თვითონ მოსახლეობის ეთნოფსიქოლოგია არ არის ესეთი, ხო, ალბათ. მე უკვე გითხარით ახლა თვითონ ირანის იმაზე, ხო? სასულიერო პირებს მიწები ჩამოართვა, სასულიერო პირებს ჩამოაშორა განათლების სფეროს, სასამართლოს სფეროს, კონტროლი დაუწესა მეჩეთების შემოწურულობაზე, ურჩ და ისეთი წინააღმდეგობის გამწევ სასულიერო პირებს აპატიმრებდნენ. ახლა დღევანდელი სასულიერო პირები გითხარით, შუჯერ იყო დაპატიმრებული ნაწამები, ეგ ერთი აიატოლა ადუღებულ გუდრონში ჩააგდეს. Ну ასეთი რაღაცები ის იყო. ძირითადად აპატიმრებდნენ და წამების ფაქტები იყო, თორე ბევრი ის მკვლობა და ის არ იყო ხა. ამიტომ თქვი მე რომ შახის რეჟიმი არ იყო ისეთი დიქტატორი, როგორც მაგას ასახავდა. ხა სადამ ხუსეინმა მაგალითად, როდესაც ირანში რევოლუცია გაიმარჯვა, იქაც წამოყვას შიიტმა სასულიერო პირებმა თავი. იმიტომ რომ ირანში თუ გაიმარჯვა, ჩვენ შიიტი უმრავლესობა ერთ დღეში განადგურეს ლიდერები, დახვრიტა. სადამ ხუსეინს შახს არ უქნია ეს. შახმა პირიქით აიათოლა ხომენი საპატიო ემიგრაციაში გაუშვა ჯერ ერაყში და შემდეგ საფრანგეთში. და შესაძლოა ევროპიდან მოხდა ტრანსფერი ჩამოყვანა იმ ფიგურის აიათოლა ხომენის, რომელსაც მემკვიდრეობას დღეს ებრძვიან. დასავლეთმა დასავლური პრესის ერთ წყაროს ერთ იმას გაზეთში იმას ირანში მიმდინარე მოვლენას ვერსად ვერ ნახავს პრო-შაჰურ სტატიას. ანუ ისინი უჭერდნენ ხარს ხო? ხო, ვერცე და ხო მოკავშირე იყო კაც, ხო ხლიან თავიდან ბოლომდე, ხო იძახიან მარიონეტი იყო, რა მოხდა კაცო მაშინ? აიათოლა ხომენი ყავდათ რაღაცა ესე იგი დიქტატორისადმი მებრძოლი, სასულიერო პირი და ის დაიცავს ყველას უფლებებს. ამიტომ დასავლეთსაც მიუძღვის წვილი იმაში, რაც ირანში მოხდა. უბრალოდ გასაკვირის იყო, რომ რატო იფიქრეს, რომ სასულიერო პირები უკაცრავ და ასე მათ ჭკუაზე ირბენენ, ესაა გასაკვირი. ალბათ თავიანთ იმებში ეპისკოპოსებში ეშლება და რაც დასავლეთია და მუსლიმური სასულიერო პირის ასე ხუშტურზე ისინი არ ირბენენ. რამოდენიმე თვე მოითმინეს სასულიერო პირებმა ხომენი რომ მოვიდა ეს ლიბერალ-დემოკრატიული ისინი მთავრობა, რაც ჩამოყალიბდა მეჰდი ბაზარგანი, ქარიმ სანჯაბი, სადებ გოძადე, კიდევ იბრაჰიმ იაზდი. შემდეგ ყოლა გაანადგურეს, გააძევეს და დახვრიტეს და აიღეს ხელში თვითონელი ძალაუფლება. ხო, აი მე იქიდან მოდის შემდეგ უკვე ის. ბასო, მინდა მივადგეთ იმ საკითხს, რაც ალბათ ჩვენი მაყურებლისთვისაც კიდევ უფრო მეტად საინტერესოა. სამხრეთ კავკასიის მიმართულება რამდენად აქვს აი ამ ყველაფერს ამ შემთხვევაში აქტუალობა? ეს ალბათ განსაკუთრებით უკავშირდება იმ კონტექსტს, რაც ვახსენეთ, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელები ბევრი ცხოვრობს, ხო? აქ ამ მიმართით ჩრდილო-დასავლეთ ირანში. რამდენად არის ამ მიმართულებაზე ყურადღების გამახვილება შესაძლებელი და რა რისკებია ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდე, აი მე პირადად ორს გამოვყოფდი. ერთი ეს არის, რომ ჩვენი მდებარეობიდან გამომდინარე არსებობს ალბათ იმისი რისკი, რომ ექნებათ მხარეებს ან ცდილობა ან სურვილი მაინც, რომ ჩვენი ტერიტორია ერთგვარად გამოიყენონ ან ერთმა ან მეორე მხარემ საკუთარი მიზნებისთვის და მეორე ეს არის ჰუმანიტარული კრიზისი თუ გამოიწვია ამ ყველაფერმა მიგრაციის ტალღები საით წავა, რა მიმართულებაზე წავა. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ამასაც ვიტყვი, რაც არის საჯარო წყაროებში, თუ კი სადმე ხდება ეს მიგრაციული ტალღები, ძირითადად მიმართულება აქვთ უფრო აღმოსავლეთისკენ, პაკისტანისკენ, იქით მიიწევენ, ყოველ შემთხვევაში აქეთ მიმართულებაზე რაიმე დიდი კოლონები შესახებ არ არსებობს ინფორმაცია, მაგრამ არ გვაქვს გარანტია, რომ ეს ასე იქნება. სამხრეთ კავკასიაზე რო ვისაუბროთ და რა რისკებია ჩვენთვის, პლუს ამას თუ მოხდა მართლაც ომის გაფართოება, შტატების ჩართვა და კიდევ უფრო დიდი ესკალაცია, უნდა გქონდეს თუ არა მოლოდინი, რომ იგივე რუსეთის სახელმწიფო ამ ყველაფერს შეხვდება მშვიდად და მას არ ექნება ამ ყველაფერზე რეაქცია. ყველაზე მნიშვნელოვანი თავისთავად არის ეს სადმე აფრიკაში რო იყოს ან სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, უბრალოდ საინტერესო ნიუსის სახით შეიძლებოდა ამ ინფორმაციის მიღება, რომ ახლო მეზობელია 95 მილიონი სახელმწიფო და თავისთავად მისი ესე სრული დეზინტეგრაცია, დეცენტრალიზაცია და სამოქალაქო ომის გაჩაღება გარე ფაქტორების გათვალისწინებით თუ ამერიკის შეერთებული შტატებით შეუერთდა, თუ კი ამ დინამიკით შეუერთდება. ასეთ პირობებში თავისთავად დევნილთა ნაკადები გაიზრდება ყველა მიმართულებით.
დასახლებულ ოპერაციას დაიწყო. ავღანეთი თქვი ახლა ავღანეთი და პაკისტანი ახლა ვინც იქ საზღვრობს ის ახლო მდებარე იმაში მივიდა ახლა ვინც აქეთ ამ ხარეს არის სამხრეთ კავკასიისკენ ის ახლა ავღანეთისკენ არ წაიძრება ის სამოვა აქეთ. სადაც მიუწვდება ხო ახლო გზა. ამიტომ საკმაოდ ესეთი გაურკვეველი და რთული ვითარება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ეს ამ მიმართულებით ჩვენი ზედაც გვაქვს პრობლემა. ეს არ გაჩერდება, ეს არ გაჩერდება. აქ მარტო ირანის ანტიდასავლური რეჟიმის ცვლილება და მის რაღაცა ისეთი ეიფორია ჩვენს იმაში გეგონება ახლა მანდ ისეთი პროდასავლური ის მოვა და დამშვიდდება რეგიონი. მაგი არა ჩანაფიქრი, არავის არ ჭირდება აყვავებული და მშვიდი და რაღაცა ის ირანი, იმიტომ რომ იყო ეგერ პროდასავლური შახის რეჟიმი და საერთოდ არაფერი დახმარება არ გაუწევიათ მეზ რევოლუციის დროს. პირიქით ყველაფერი დაწყებული იდეოლოგიური შემადგენელი და ნაბიჯებიდან გამომდინარე ძირს უთხრდნენ შახის რეჟიმს. რამაც ფაქტიურად ძალა გამოაცალა და мотиваცია რომ ძალისმიერი მეთოდით ჩაეხშო ეს რევოლუცია. ხო, ეს დასავლეთის როლზე რომ იცოდეს ბევრმა არ იცის ახლა იქ. ჩვენზე საკმაოდ დიდი გავლენა ექნება, იმიტომ რომ ეს მარტო ირანის რეჟიმის წინააღმდეგ არ არის ეს ბრძოლა ხა გასაგებია ეს ბირთვული პროგრამის ეს თქვა განეიტრალებენ ამას რეჟიმზე დიდ ზეწოლას მოახდენენ იქ ჩამოუშვიან ინფრასტრუქტურას პრობლემებს შეუქმნიან ისედაც არსებულა იმ ეკონომიკური პრობლემების ფონზე ეს არის დარტყმა ჩინეთზეც ათობით მილიარდი აქვს ჩინეთს ჩადებული ირანში ამ სახმელეთო ეს დერეფნის ეს აბრეშუმის გზის ერთ-ერთი ეს მიმართულება ირანის მხრივ ჩახბეხარის პორტის მოდერნიზება, შემდეგ რკინიგზის გაყვანის უბრალოდ მილიარდი აქვს ჩადებული. ფაქტიურად ირანის მარშრუტი და რუსეთი რაც განიხილავს მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ჩრდილოეთ სამხრეთ დერეფანი ფაქტიურად ახლა ჩაკეტილია. ჩრდილოეთით რუსეთია ხედავთ ის იმას აგრესიულ კამპანიას აწარმოებს უკრაინაში, ანუ ანტიდასავლურადაა, ხო? ირანიც იგივე. სახმელეთო გზა სად გადის შემდეგი? სად არის ტერიტორია ცენტრალური აზიიდან სახმელეთოდ რო გავიდეს სამხრეთ კავკასია. საქართველოზე. ჩება ერთადერთი დერეფანი. აქეთ გადმოვა ზეწოლა ახლა. იმიტომ რომ ახლა ირანს რომ მოათავებენ, ნუ ეს სადაო საკითხია, მაგრამ სიტყვა ხო, თუ მოათავეს, მე დიდხანს გაგრძელდება ახლა იქ ისლამთან შერკინება ამ ფორმით ახლა ესე იოლი გასეირნება არ ეგონოთ ახლა ბაშარ ასადის რეჟიმა სადაც გაძლო 10%-იანმა იმანა სეკულარულმა რეჟიმა რელიგიურ სახელმწიფოში სასულიერო პირების არ ვიცი მაგრამ ოპერაცია რაც ჩატარდა ამ შემთხვევაში ეს ხო ზუსტად ეგ იყო გათვლა რომ ელიტა გაანადგურეს ხო სამხედრო ელიტა პირველ რიგში ინტელექტუალური ელიტა ისრაელის ოპერაციას გულისხმობ აქ დარჩა აღქმა აი ჩვენ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში რომ ირანის რეჟიმი დარჩა თავის გარეშე მარტივად რო ვთქვათ რომ ელიტა განადგურებულია და ეხა იქ სანამ ისინი დაალაგდებიან მანამდე ისრაელი მოათავებს იქ თავის საქმეს არ არის ხო ესე მარტივად საქმე როგორც ჩანს არა, მან ახლა ასე გენერლების განადგურება მტკივნეულია თავისთავად ახლა, როდესაც სისტემაში აღზრდილი და მრავალი წელი ამ რეჟიმის მოსამსახურე პირს ოკლავენ მაღალჩინოსან. თავისთავად ეს მტკივნეულია, მაგრამ მასე 91 წელს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და 72 დეპუტატი აუფეთქეს ეს ტერორისტული ორგანიზაცია მოჯაჰედინი ხალხი. საერთოდ არ დატყობია ქვეყანას. მაშინ ერახთან აწარმოებდა ომს. ხო, ერთი აფეთქებით მოხდა, ხო, მათი ის მოკლა. არაფერი არ დატყობია, ამიტომ იგივე ახლა ხამენეის იმაზე ხა ეს იქნება ფატალური შესწავლა. თუ კი ხამენეის ხო, მუსლიმ სასულიერო. ბატონო, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხამენეის რეზიდენციას დაარტყა ისრაელმა. თუ ეხა შიგნით თვითონ იმყოფებოდა, არ იმყოფებოდა, ამაზე არ არის ინფორმაცია, ნუ როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ლიკვიდაცია არ განხორციელებულა, მაგრამ ტრამპის განცხადებაც იყო ამაზე, რომ ვიცით, სადაც იმალება, ჯერჯერობით არ ვაპირებთ მოკლასო, მაგრამ ჯერჯერობით სიტყვას გაუსვა ხაზი. ხო, ეს უსამა ბენ ლადენში არ შეეშალოთ ახლა, ეს სხვა განზომილება უსამა ბენ ლადენი იყო ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ალი ხამენი არის ირანის სასულიერო ლიდერი. მოწონს, არ მოწონს, ტერორისტულად ეძახიან თუ რას ეძახიან. ირანის სასულიერო რელიგიური სისტემის ისა მეთაური.
მისი ლიკვიდაცია რა შეძლო? რა უნდა ჩამოშალოს? დაიშლებიან და მეჩეთებში წავლენ ის სალოცავად სასულიერო პირები? ამიტომ საკმაოდ რთულ ფაზაში გადავა და როგორც ჩანს აქეთკენ მიდის, ამიტომ დინამიკა ამ განცხადებების ფონზე ახლა რაც გონახსენეთ, ტრამპის განცხადებაც და მოქმედებები ზუსტად იქითკენ მიდის, რომ უკვე უკან დასახევი არ აქვს, იმიტომ რომ ირანს ასე რაღაც ერთ კვირაში ისე ამ შემთხვევაში ჩვენთვის, საქართველოსთვის არ ვიცი, მაშველ რგოლად ან გამოსავლად ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც ფაქტიურად არ ყავს ესეთი მოკავშირე, ხო? რეგიონში არის გაცხარებული ომი, ჩვენს ირგვლივ ანტია ცეცხლი, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც არის რკალში, მუსულმანურ რკალში მოქცეული თავიდან ბოლომდე, როგორც სამხრეთით, ისე აღმოსავლეთით, ისე ჩრდილოეთით გვესაზღვრებიან სწორედ მუსულმანი ხალხები. აქამდე ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენი უპირობო პარტნიორი და ვის იმედიც გქონდა არის შეერთებული შტატები და დასავლეთი, მაგრამ უკვე ალბათ ყველასთვის ხადია ამ დიდი ილუზიის კითხვის ნიშნები, ვინ რჩება საქართველოსთვის ამ შემთხვევაში მშვიდობის გარანტორი, უსაფრთხოების გარანტორი, ვისგან შეიძლება ველოდოთ ასეთი ტიპის დახმარებას კრიტიკულ მომენტში, თუ კი ამის საჭიროება დაგვიდგა. ყავს ასეთი აშენი გადმოსახედიდან. ხო, მოკლედ ვთქვათ, მსგავსი საგარეო ფაქტორი, ვინც საქართველოს დაიცავდა ასეთი, ხო, ქაოტური მასში, რაც მოახლოებული და აქეთ სამხრეთ კავკასიისკენაც მოიწევს. ჩვენ არ ყავს. არიან დეკლარაციის დონეზე. ახლა იქ საფრანგეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, კონკრეტული ნაბიჯები ამ 10 წლის განმავლობაში, რაც შემოვიაზრებით პროდასავლური მასში, ხო, ბანაკში. ქვეყანას უნდა დატყობოდა, ხო, ჩვენ არა ვართ 300 მილიონი. ხო, რაღაცა ტრილიონები ჩაედოთ. შეეძლოთ ამ პერიოდში შეექმნათ ისეთი პლატფორმი, არა მარტო გენჯოების დაფინანსებით. ამაზე გასოქნენ და ეგ ძირითადად ისეთი ნაბიჯებს გამენ, რაც მიუღებელია მოსახლეობის დიდი ნაწილი და სხვათა შორის ეს არის ერთ-ერთი გამოწვევი ეს მიუღებლობა ისეთი ფორმები და ისეთი იდეების, რაც ადგილობრივ მოსახლეობის რა შესაძლოა ირანში ზაუჭირს თავის დროს. ზუსტად ერთ-ერთი, უბრალოდ ახლა გენჯოები არის, ხო, მთავრობა მართავდა ასე იმას. თანაც იყო ეგეთი რეჟიმი რომ მართავდა ზუსტად. ხო, კი ბატონო, ზუსტად მასთან ასოცირდება რეპრესიები, ანუ ესე იგი, როდესაც აცხადებ, რომ რეჟიმს უჭერს მხარს და ის რეჟიმი ატარებს ასეთ პოლიტიკას, ესე იგი, ის რეჟიმიც აღიქმნება როგორც რეპრესიულად და ის მისი საგარეო მხარდაჭერიც. ესე იგი, ის იმის ინტერესების გამტარებელია და ბოდიში და სულფეხებზე კიდია ჩემი ის, ხო, მდგომარეობა და ის მოხდა ირანში და აქაც დიდწილად ამ დასავლეთის წინ დაუხედავი პოლიტიკის შედეგად ხდება იმის სამწუხაროდ ისეთი იდეების დანერგვა რონდომებოდათ აქ გავლენების შენარჩუნება ბევრ რაღაცის გაკეთება შეეძლოთ. არა, მე მგონი უბრალოდ ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვისაც ცხადია, რომ და ეს უკვე იგრძნობა ჩანს მათ შორის სოციალურ ქსელებში, დასავლეთი არ ეიმედება ქართულ ხალხს აი განსაკუთრებით ესეთ კრიზისულ მომენტში, იმიტომ რომ ჯერ ერთი რასაც ხედავთ, თუ ესკალაცია ხდება ზუსტად დასავლეთის ხელშეწყობით უნდა მოხდეს იქ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია და თუ კი ეს ტალღა დაიძრა უკვე ჩვენი მიმართულებით და სამხრეთ კავკასიას გადმოედო, ვინ არის ამ შემთხვევაში შეგვწევს თუ არა ძალა რომ დამოუკიდებლად გავუმკლავდეთ აი ასეთი ტიპის გამოწვევას, ან თუ ჩვენ არ შეგვიძლია, სად შეიძლება რომ პარტნიორი ვეძიოთ. ალბათ დღეს ყველაზე უფრო აქტუალური შეკითხვა ქართული საზოგადოებისთვის ეს უნდა იყოს. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოებისთვის დღეს ყველაზე აქტუალური შეკითხვა არის ხოლმე, რომ აი რამდენმა რაკეტამ გაარღვია იქ თავდასხმის. სულ არ ხვდებიან, რომ 300 კილომეტრში ხდება. ჩვენ შეიძლება ახლა თეირანი არის 1300 კილომეტრში, თორე ირანის საზღვარი არის საქართველოს საზღვრიდან სადღაც 300 კილომეტრზეა საუბარი. ანუ ჩვენს მეზობლად ხდება ეს ყველაფერი და რა უბედურება შეიძლება ამ ქვეყანას თავს დაატყდეს და რა გამოწვევის წინაშე შეიძლება დავდგეთ. სამწუხაროდ ამაზე არ არის ფოკუსირებული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც მე ვუყურებ, ხო? მე არაერთხელ მქონდა ამაზე ინტერვიუს მიცემული გადაცემაში ნათქვამი, რომ და ბევრი ისედაც ნათელი იქნება, უბრალოდ შეხსენების კუთხით გავიმეორებ, რომ ძირითადი ბრძოლა ამ გავლენებისთვის არავის არ აინტერესებს რა რეჟიმია. ისეთ რეჟიმებს უჭერდნენ მხარს, გინ დასავლეთი და გინ აღმოსავლეთი, ეხლაც უჭერენ, აი რო ჩამოვწერო რეებს აკეთებდნენ და აკეთებენ, არანაირი იმაში არ ჯდება პროდასავლურ იმაში, ნაბიჯებში და დემოკრატიულობაში. ისეთ რეჟიმებს უჭერდნენ. ეს არის საბაბი. როცა ემსახურება მათ ინტერესს, ნებისმიერ რეჟიმს გაათეთრებენ. როცა მათ ინტერესს ემსახურება. ბრძოლა ძირითადად მიმდინარეობს რესურსებისთვის. ენერგორესურსების და სხვა წიაღისეულით, რაც სხვადასხვა ქვეყნებს გააჩნიათ. და ასევე ამ რესურსების ტრანსპორტირების მარშრუტებისთვის. იმიტომ რომ რესურსზე კონტროლი რო დააწესო,
იმას ახლა რაღაც იმით ტელეპორტით ვერ გადაიტანს შენ იმაში. საცავებში. გზა გჭირდება ან საზღვაო ან სახმელეთო. სტაბილური გზა. ხო, სტაბილური რომ არ შეგაფერხოს. იმიტომ რომ შენი ეკონომიკის განვითარება იქნას უზრუნველყოფილი. და მარშრუტები. ერთ-ერთი ასეთი ჩვენი არის, ჩვენი რეგიონი, ჩვენ არა გვაქვს არანაირი ენერგორესურსი, მაგრამ გვაქვს ტერიტორია. ესე იგი, ჩრდილოეთ სამხრეთ დერეფანი, ეს ფაქტიურად ეხლა ჩაჭრილია ირანის გამოთიშვის გამო და აღმოსავლეთ დასავლეთი ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა საით უნდა გაიტანოს ახლა, ან რუსეთი უნდა გაიტანოს სამხრეთიდან გასატანი არსად არა. ან ჩინეთში გაუშვან. მაგრამ რაღაც ნაწილი ხო ევროპაშიც მიდის. ესე იგი ევროპა უნდა გაიაროს რეალურად ჩვენ ჩვევით კასპიის ზღვა საქართველოს და იქით უკვე ან შავი ზღვით ან თურქეთი და იქით უკვე საბერძნეთი და იქით ბულგარეთი და ასე შემდეგ. ანუ სამხრეთ კავკასიისთვის წავა ახლა ბრძოლა. ამას აქ ასე არავინ არ დატოვებს. უცებ გამოჩნდება ახლა რაღაც როგორც ჩვევიათ ხოლმე. გამოჩნდება რომ თურმე აქ არსებული ვითარება არის რაღაც ტირანიული მაგის ნიშნები უსასტიკესი ხო და ნუ აგერ როცა მაღალიზე გვაქვს რომ სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია ჰაიათ თაჰრილ აშამის ლიდერი მოიყვანეს და ჰაიათ თაჰრილ აშამი შევახსენე მოსახლეობას არის ჯებხატ ალ-ნუსრას ესე იგი ნამსხვრევებზე შექმნილი ორგანიზაცია ჯებხატ ალ-ნუსრა იყო ალ-ქაიდას ფილიალი სირიაში და ლევანტში ალ-ქაიდა რა იყო ვიცით ხო იმ ალ-ქაიდის იმის ბაზად ქცეულ ავღანეთი და ამ საბაბით შევარდნენ ავღანეთში და შემდეგ სირიაში ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი მოყავთ. ხო, ანუ ახლა ცოტა ისე იუმორისტულად თუ გადავხედო, ესე იგი ბაბუას ებრძოდნენ, აი ალ-ქაიდას, უსამა ბინ ლადენს და შვილიშვილი მოიყვანეს იმაზე, ტახტს დასვეს ტახტზე სირიაში. იმის ნამსხვრევი. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მათთვის აი ამ იდეოლოგიურ კუთხეს ძალიან ნაკლები მნიშვნელობა აქვს. საერთოდ არ არის მნიშვნელობა აქვს. საერთოდ, იმიტომ რომ სირიაში აგერ ტერორისტული ორგანიზაციის მოიყვანეს, მაგრამ ჩვენთან უყურეთ როგორ არის თავარია შეასუსტონ ანტიდასავლური რეჟიმები, რუსეთის შეასუსტონ, ლოგია შესასუსტებელი ჩვენი იმიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაფერი თუ შევეწირეთ, მაგ ყველაფერს ჩვენ თუ შევასწრეთ, ამას მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, კაცო, მათ ინტერესებს, იმათ რა, ჩვენ რას მივიღებთ აქედან. ასე რომ თუ ითხოვენ ისინი რომ რაღაც პროექტები დავბლოკოთ აქ, იმის ორმაგი მომეცი ხო გინდა ხო მნიშვნელოვანია? ეგ იყო მთავარი არგუმენტი, ვასო, აი მაგალითად როცა აღდგა რუსეთმა აღადგინა ხო პირდაპირ ფრენები საქართველოსთან და უიზო რეჟიმი, რამ ხელაზე წოლა იყო, რომ ეს არ უნდა მოხდეს და არ უნდა დაფრინავდნენ თვითფრინავები პირდაპირ მოსკოვი თბილისის რეისზე და მაშინ სრულიად ლეგიტიმური კითხვა იყო ჩვენი საზოგადოების, რომ კი ბატონო, დავხუროთ, კი ბატონო, დაიხუროს რუსეთთან პირდაპირ ფრენები, შენ გამიხსენი ალტერნატივა, მაშინ ვაშინგტონში ვიფრენ პირდაპირ. ამის საშუალებას თუ არ მაძლევ, რა ნამუსით, რა, არ ვიცი, აი, რა მორალური სიმაღლიდან მეუბნები, რომ მარტივია ყველაფერი, უნდათ ბოდიში მაყურებლებზე ტაილანდელი მეძავის გორდოლარად გიყიდონ. მოდი არაფერი არ ხარ, შენ ხარ სალვადორი ხარ. ჰონდურასი ხარ მათთვის. არაფერი არ რას წარმოადგენს საქართველოს მათთვის. 3000 წლოვანი კულტურა და ისტორია როდესაც ფეხებზე კიდია. ყველას ფეხებზე კიდია. შენ არ უნდა გეკიდოს ეს. აი ესაა განსხვავება. ამიტომ ბრძოლა წავა სამხრეთ კავკასიისთვის. ეს გარდაუვალია. ეხლა თქვენ აქ ცოტა ჩამორჩით ამ თემას, მაგრამ აი რუსეთის როლზე ახლა ირანის როლი უკრაინის იმაში ვიცით ხო დრონების მიწოდები და ყველა ამაზე აპელირებს. კი, ირანი აწვიდა დრონებს, მაგრამ კრიტიკული ის არ დაეთყობა იმას რუსეთს. თავისი დრონების ისა გაწყობილი. ბოლო-ბოლო ირანისგან აქვს შეძენილი სქემები აწყობის. ეგ უკრაინას არ დაეთყოს, ეგ ყველაფერი ეგ უფრო არის. ამ შემთხვევაში რისკი, თორე რუსეთს რო აფერი არ დაეთყობა, გასაგებია. ხო, ახლა უკვე რაღაც დროით შეიძლება დააპაუზოს, მაგრამ თავისი აქვს აწყობილი დრონების ის, აი ირანის გამოთიშვა. აქ არაფერია მოყურეთ. ესე იგი, ვინ რა უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა ხა რუსეთის ეკონომიკაში, იქ ირანული თქვა რამოდენიმე ათასი დრონი, არადა წლიური სავაჭრო ბრუნვა, ეს ოფიციალურად ეს გადაამოწმეთ შეგიძლიათ ინტერნეტში. წლიური სავაჭრო ბრუნვა ირან რუსეთს შორის 5 მილიარდ დოლარს გადასცა შარშან. 5 მილიარდი რაღაცა, პატარა კოდი მოსდევს. და იმავე პერიოდში თურქეთ-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 50 მილიარდს გადასცა.
10-ჯერ მეტი. ბევრად ინტენსიურად. ესე იგი, რუსეთის რომელი უფრო მომგებიანია ახლა თურქეთის ბაზრის შენარჩუნება და იქიდან მიღებული ეს ფინანსები, რომლითაც ის შეიძს ამ კომპონენტებს სხვა მიმართულებით, ან ჩინეთისგან შეისყიდეს, ან აი ამ თანხით თვითონ შექმნის იმას რა, ახლა მეცნიერები არ ეყოფა თუ ჭკუ არ ეყოფა, ერთ-ერთი რესურსი არ აქვს ამ. ხო, ნუ აქვს, ხო, სამწუხაროდ ეს და გამოსილებაც აქვს რუსეთს ეს. ამიტომ ირანის ის როლი ამ კუთხით, სამხედრო იმას აწვდა კი ბატონო, მაგრამ ფინანსური არანაკლებით ისა. კაი გამოეთიშეს, მაგრამ ფინანსური მხარე ხო ჭირდება ფული ახლა, თქვათ შეწყდა ხო ირანის მიერ ეს მიწოდება. იმას ხო ყიდულობდა მაგას კაცო. რა თქმა უნდა. კი არ ჩუქნიდა ირანი. ეხლა შესაძენად სხვაგან რო იყიდოს ფული ხო ჭირდება რუსეთს. ფული აგერ ვაჭრობენ შვენივრად. ჩვენ გთხოვდნენ სულ ტოტალურ ბლოკადა მოგვიხდინა. რა გავლენა ექნებოდა ჯერ ერთ ჩამოგვექცია რუსული ეკონომიკა ხო? ხო, ბორჯომის ის არ იყოს ახლა რო ჩამოვაქციეთ მაშინ. ბლოკადა. აქედან გამომდინარე ეს ფაქტორები არის გასათვალისწინებელი. თუ უნდა დასავლეთს აქ გავლენები, მარტო რიტორიკი და იმით არ უნდა შემოიფაროს, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ამ მიმართულებით. რომ მოსახლეობას დაეტყოს. თუმცა როგორ უნდა დაეტყოს, როდესაც ჩვენი ბანკების, ჩვენი ბჭყალებში ვის ხელშია, სად მიდის ის მოგებები, ზემოგებები ბანკების? არის მანდ რუსული, ჩინური, ირანული ბანკი არის? არა, მთლიანად ეს ბანკები არის მიბმული ლონდონის ბირჟაზე და ხო, სად მიდის მე ეს? ხო, ნუ ეს ისიც რომ ამ ასეთი ძვირ პროცენტში იღებთ ჩემო ძვირფასო მაყურებლებო სესხებს და იღებთ რა ვიღებთ და საქართველოში ოჯახი აღარ არის მე მგონი დარჩენილი რომ ეს პრობლემა არ აწუხებდეს, იმიტომაც არის ჩვენთან მაგალითად 10% უფრო ძვირი სესხი ვიდრე ეს არის დასავლეთში, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ბანკები თავის ფულს კი არ გვაძლევენ, თვითონ სესხულობენ, იღებენ სესხად დასავლური ბანკებისგან, ისინი ისედაც ძვირად აძლევენ და შემდეგ ეს მოდის უკვე მეორადი, მესამედი კრედიტი არის, რასაც ჩვენ ვიღებთ და ეს პროცენტები ემატება, ხო, იმიტომ რომ ყველა შუარგოლმა რაღაც მოგება უნდა ნახოს. ამიტომ როცა ჩვენ ბრაზდებით საბანკო სისტემებზე ხოლმე და ხაზარაძეს ვაგინებთ და ვაგინოთ არც ეგ არის პრობლემა, რეალურად ამისი მიზეზი ბევრად უფრო ღრმა და კომპლექსურია და აქ არ არის მხოლოდ ქართული ბანკების დანაშაული. ძირითადად ჩვენი პრობლემა არის სწორედ ის, რომ მთელი ჩვენი სავალუტო ეს ფონდები არის მიბმული საერთაშორისო სავალუტო დასავლურ ფონდებს და ეგ პოლიტიკა რაც შემდეგ უკვე ჩვენთან ტარდება. ხო და ეს იწვევს თუ არა ჩვენს მოსახლეობაში ანტიდასავლურ იმას განწყობებს. თუ სამართლიანს ესე ვიტყოდი, სრულიად სამართლიან ანტიდასავლურ განწყობებს იწვევს კი. ხო, სახეზე გვაქვს ფაქტი ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი რეგიონები, ათასობით დახოცილი მოსახლეობა, 9 მილიონი გამოყრილი თავიანთ სახლიდან და ასეთ პირობებში პროდასავლური იმის შენარჩუნება, ნუ რაღაცა ვექტორი ხომ უნდა იყოს, კაცო, რაღაც ამოსუნთქვის საშუალება და აქეთ ისეთ სისტემებს მინერგავ, რაც მახშობს პირიქით. და მე კიდე ვითხოვ რუსეთთან ბაზრის ჩაკეტვა, ალტერნატივას არ თავაზობ. ესე იგი მოკვდითო, ხო. ბალახი ჭამეთო და ჩვენ ინტერესი გადაარეთ. ასე არ გამოვა თავისთავად. ახლა არ გამოვა, სხვა მოთამაშეებიც არიან რეგიონში. დასავლეთის გარდა არ გაუკვირდეთ მე სად იცვლება ვექტორი. ეს ასებით ლოგიკურია და არა ეს პირადი იმათ არ უნდა მიიღონ. ხო, პირადული არაფერია, ბიზნესია, ხო? ხო, ასე უდგებიან, ჩვენც მასე უნდა მიუდგეთ. უნდათ რაღაც საკჯერ დაბლოკოთ, თქვა ჩინეთის, ირანის და იმის პროექტი. მომეცი. ხო, მაგათ მეტი. მომეცი შენ. მაშინ თუ მნიშვნელოვანია შენთვის ამის დაბლოკვა. მე ეს მადლ საშუალებას განვითარდი, იმიტომ რეგიონში მოწყვეტილი ვარ, სახმელეთო გზით ევროპას არ ვსაზღვრებით. ამიტომ რეგიონში ვჭირდება რომ ვიარსებოთ. ახლა ის გამოყოფილი გრანტები აქ საკმაოდ მცირე ნაწილი თუ ხეირობს და ახლა მოკითხეთ ერთი ჩაატარდე მოსახლეობაში რას ფიქრობენ ერთი იმათ ორგანიზაციებზე რასაც შენ ყვებოდი ირანის აი იმ რეჟიმზე რომელიც შახის რეჟიმზე რომელიც ცდილობდა აი ამ აგრესიულ ვესტერნიზაციას საბოლოოდ ეს გახდა მისი დაღუპვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენთანაც მე იგივე სურათს ხედავ აბსოლუტურად და იგივე განწყობებს ხედავ მოსახლეობაში ჩვენი მოსახლეობა არ არის შეიძლება ანტიდასავლური დღეს თუმცა ეს ნიშაც იზრდება, მაგრამ დასავლეთის მიმართ სკეპტიციზმი ეს არის ქართული მოსახლეობის უმრავლესობის განწყობა. ეს კიდევ ერთხელ ამ სკეპტიციზმი არ ნიშნავს ანტიდასავლელობა. შეიძლება ჯერჯერობით არ ნიშნავს, მაგრამ ჩვენ კარგად ხედავთ, რომ ეს 30 წელი არაფერი განსაკუთრებული ხეირი ამ ქვეყნის მოსახლეობის ძირითად ნაწილს არ მეუღია და ეხლა სადღაც 2-3% NGO-შნიგები თუ გამდიდრდნენ და რადგან იქ ევროპებში შეძლეს მე უკვე უძრავი ქონებების შეძენა და დღესაც გვამადლიან თავიანთ არსებობას, ეგ არ არის ამ ქვეყნისთვის მაინდამაინც დიდი პრიორიტეტი. მეგო, ხო და მარტივი რაღაცა უნდა, არა ვარ ჩვენ ახლა 30 მილიონი, ახლა ხო თქვი მაგაზე ისევ გავიმეორებ. მარტო საბანკო სფეროში პროცენტის დაწევა თვითონ როგორც აქვთ.
ხო ვაკოპირებთ ახლა იმას რაც იქ აქვს იქ გაზარდონ ახლა ეფექტური 18 ეფექტური შენთვისაა თორე ჩემთვის დამყოფელია კაცო ეფექტური 18% რომელიც 38 ხდება მე როცა ვერ ახერხებ გადახდას ხო და ეს საბანკო სფეროში რომ დაწიონ როგორც ევროპაშია ის მინდა კაცო რუსეთში რო ან ჩინეთში კი არა შენთან როა ისეთი და დამიწეს მე ამას არა ის დაეტყობა თუ არა მოსახლეობის კეთილდღეობაზე რა თქმა უნდა ამოისუნთქებენ ეს ხო შეცვლის მე მათ დამოკიდებულებასაც ხო მოსახლეობის დიდი ნაწილი გადახვეწილია ზუსტად იმით რომ ვერ ისტუმრებს ამ ვალებს იმისთვის რომ როგორმე თვითდამთვენდე ვალი გადაუხადო ხაზარაძეს აი და ეს არის უკვე ყელში ამოსული ეთანხმებს ეს სამწუხაროდ ესეთი რეალობა და დიდი მადლობა ვასო იმდენად საინტერესო იყო შენთან საუბარი რომ საერთოდ დროს გადავაცილეთ კიდეც თუმცა ჩვენი რეჟისორი გვაპატიებს იმედია ამას იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვან თემებს შევეხებოდით მადლობა პირველ რიგში გადაცემაში სტუმრობისთვის ვფიქრობ რომ არა მხოლოდ მიმდინარე თემებს შევეხეთ არამედ აი ისტორიული კონტექსტის ასე თუ ისე შევძელით რომ აგვეხსნა მაყურებლისთვის რომ ეს არ არის გუშინ დაწყებული ამბავი და ამას აქვს ღრმა ისტორიული ფესვები და ეს ცოდნა გვეხმარება უკვე შემდეგ რომ გავაანალიზოთ რა იქნება მომავალში. თუმცა ამისი პროგნოზები, რაც შენი მხრიდან იქნა გამოთქმული, არც თუ ისე დამაიმედებელია, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასია სამწუხაროდ როგორც ჩანს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ამ კონფლიქტში. დიდი მადლობა დაგემშვიდობები და გისურვებ წარმატებას. შევახსენებ მაყურებელს, რომ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ექსპერტი ირანისტი ვასილ პაპავა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩვენი ეთერი და ჩვენ ერთმანეთს ორ შაბათს შევხვდებით. მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის.